აგროსესხი დაწყებული ან გაფართოებული ბიზნესი სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2 დღის განმავლობაში გიდის ფუნქცია შეითავსა და ჟურნალისტებს ის საწარმოები დაათვალიერებინა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის დახმარებით ფუნქციონირებს. კახეთი პირველი რეგიონია, სადაც მედიატორი მოეწყო. როგორც დანელიას უწყებაში აცხადებენ, დაპირებული 109 ქარხნიდან ყველაზე მეტი საწარმო სწორედ კახეთში მუშაობს. კახეთში საწარმოების დათვალიერებამდე ჟურნალისტებმა ლოტოტრონის პრინციპით თავად აირჩიეს 5 ობიექტი, სადაც 2 დღის განმავლობაში მედიატური მოეწყო. მედიის წარმომადგენლებს კახეთის გზაზე გიდობა სოფლის მეურნეობის მინისტრი უწევდა და შერჩეული საწარმოების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ლოტოტრონის არჩეული პირველი საწარმო ნინო წმინდა 1 იყო. საგარეჯოს რაიონში მცირე საწარმო 2007 წლიდან არსებობს, თუმცა როგორც მეწარმე აცხადებს, მუშაობა ობიექტმა შეღავათიანი აგროკრედიტით 2013 წლიდან დაიწყო. საწარმო გახსნილი იყო სადღაც 2007 წელს, მაგრამ ვერ მუშაობდა. შემდეგ 2013 წელს შეძლებს ამის სამუშაოება. მედიატორის ერთ-ერთი ობიექტი გურჯაანში ქართული ხილის კომპანია იყო. აგროსესხის ქვეშ დაფინანსდა შარშან 2014 წელს კომპანიაც თუნ 2 წელიწადია მუშაობს. თქვენ რომელიც გინდათ აირჩიეთ სულ ერთ. კახური ტრადიციული მეღვინეობა კახეთის რეგიონში ერთ-ერთ მსხვილ საწარმოდ ითვლება. მეპატრონებს საკუთარი თანხებით და შეღავათიანი აგროკრედიტით მიღებული $600,000 დააშენა. შარშან ისი საინვესტიციო ღირებულება გახდა $8 მილიონი, აქედან $1 მილიონზე ჩვენ აღებული სახელმწიფო სუბსიდირება. შალუშვილის მარანის მფლობელმა ვენახების გაშენება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა როგორც მეწარმე აცხადებს, ღვინის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი შეღავათიანი აგროკრედიტით შეიძინა. ეს თქვენ მომზადებული ვარ და ერთ პატარა ექსპორტის გავაკეთეთ აი ამ 2 კვირის უკან. და ზათავართ ღვინოები მომზადებული ძალიან მაღალ დონეზე. ბოლო ობიექტი მედიის წარმომადგენლებისთვის გურჯაანში ღვინის კასრების დამამზადებელი საწარმო იყო, რომელმაც მუშაობა მფლობელის ინფორმაციით აგროკრედიტის აღების შემდეგ დაიწყო. მცირე მეწარმემ ჯერ არ იცის სად მოხდება მისი პროდუქციის ექსპორტი. საწარმო გაიხსნა სექტემბერში. ექსპორტზე ვფიქრობთ, გვაქვს ყაზახებთან მოლაპარაკება და ასე ვთქვათ, არის რაღაცა ჩიხში არავა ჩასული, გრძელდება ეს ყველაფერი და გავალთ ექსპორტზე ნამდვილად. იმ ინფორმაციით, რომელიც მედიატურის დროს ჟურნალისტებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღეს, ქვეყნის მასშტაბით დაპირებული 109 საწარმოდან ყველაზე მეტი კახეთშია, აქ სულ 42-ია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, რომ ის რა სიკეთეც კეთდება საზოგადოებამ იცოდეს, მათ ამის სრული უფლება აქვს, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, როდესაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და დარგისთვის წამახარისებელი ღონისძიება ხორციელდება განსაკუთრებით კახეთში. რეგიონში აბსოლუტურად გამოცოცხლდა ეკონომიკური მდგომარეობა, დაახლოებით 40 საათამდე ახალი საწარმოა უკვე აშენებული. თქვენ თვითონ დაათვალიერეთ, როგორ მუშაობს თითოეული საწარმო. ორდღიანი მედიატური სოფლის მეურნეობის მინისტრის მცირე მეწარმეებთან შეხვედრით დასრულდა.